Oslas ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან ერთად მან გააჟღერა მკაფიო მოთხოვნები იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელშიც უნდა გაიმართოს ეს არჩევნები. კერძოდ პირველ რიგში და აქ მრავალი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საარჩევნო კომისიები უნდა კომპლექტდებოდეს პრინციპულად სხვა წესით, კერძოდ საზოგადოების სექტორისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ვინაიდან არსებული წესით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები გადაიქცა პრაქტიკულად ბრმა ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება თანახმა იქნება ამაზე თუ მისი იძულება გინდათ ასევე საპროტესტო გამოსვლების გზით და მე ასევე მინდა გკითხოთ. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ჯგუფის ლიდერია, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელია და ნაციონალური მოძრაობა არის ღერძი ნამდვილად აი ამ ერთობის, რომელსაც ქვია დღეს ძალა ერთობაშია, ის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა ჯარს, პოლიციას და საპროტესტო გამოსვლებისკენ და დაუმორჩილებლობისკენ ასევე მის გუნდს. ის რაც ფილარმონიაში მოვისმინეთ, ეს არის რაღაც შეცვლილი ვერსია, გაკეთილშობილებული ვერსია სააკაშვილის მოწოდების, თუ სულ სხვა ვერსია, თუ მისი გაგრძელება იქნებ აი ეს დამატებითი სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხშიც. მე მგონი ბევრჯერ გაჟღერდა, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული ასე ვთქვათ პოზიციები არ ასახავს არც მის და არც გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციას. მიხეილ სააკაშვილი გამოხატავს ხშირად ამისი უფლება, რა თქმა უნდა, მას აქვს თავის პირად აზრებს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ თავს ახმოვანებს ამ გუნდში, ამ ერთობაში, ამ ჯგუფში? მომისმინეთ, პოლიტიკურ გაერთიანებას ძალა ერთობაშია, ყავს თავისი მმართველი სტრუქტურა პოლიტსაბჭოს სახით და მისი პოზიცია მუშავდება და შეიმუშავება ამ პოლიტიკური საბჭოს მიერ. შესაბამისად, გარდა ამისა, ფართო პოლიტიკურ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, განსაკუთრებით ამ არჩევნების გარშემო, სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის სააკაშვილიც, გამოთქვამენ ხოლმე თავის აზრებს და ეს აკრძალული არავის არ აქვს. ხო, მაგრამ თქვენი აზრი და სააკაშვილის აზრი მაგალითად ამ ჯგუფში თანაზომადი წონის არის? ქალბატონო დიანა, მე გიმეორებ, უნდა განასხვაოთ კერძო აზრი პოლიტიკური ერთობის ოფიციალური პოზიციისგან. ხო, მაგრამ ვიდრე ოფიციალურ ბატონ ნიკოლოზ, ვიდრე ოფიციალურ პოზიციამდე მიხვალთ, თქვენი პოზიცია, ნიკა მაჭუტაძის პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და მაგალითად ნიკა მელიას პოზიცია, ეს არის თანაზომადი წონის პოზიცია, ვიდრე საერთო პოზიციამდე მიხვალთ? ქალბატონო დიანა, ესე იგი, საბჭო შედგება 11 სუბიექტისგან და ყველა სუბიექტს გააჩნია თანაბარი წონის ხმა. გადაწყვეტილება მიიღება აბსოლუტური უმრავლესობით. ეს არის ის მარტივი მექანიზმი, რითაც ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება იღებს თავის გადაწყვეტილებებს და აჟღერებს ოფიციალურ პოზიციებს. პოლიტიკურად, რომელი პოლიტიკური მოღვაწის, ასე ვთქვათ, აზრი გამონათქვამი თუ ასე შემდეგ, რომელი უფრო წონადია, ეს სხვა თემაა და სოციოლოგიური კვლევების საკითხია. მე გეუბნებით აი წმინდა იმ იურიდიულ და პოლიტიკურ მექანიზმს, რომელიც არსებობს. ის განცხადებები, რომელიც თქვენ აქ ახსენეთ, პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული არ ყოფილა. ხო და ბატონ ნიკოლოზ, მაშინ ასე გითხავთ, ის რაც გაჟღერდა ფილარმონიაში, ეს ამ ვერსიასა და სააკაშვილის იდეას შორის სხვაობა იქნებ აგვიხსნათ მაყურებელსაც აუხსნათ, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ ეს ერთი და იგივეა, მე ვფიქრობ რომ ეს სრულიად სხვადასხვა რამეა, ამიტომ იქნებ თქვენ კიდევ ერთხელ ჩვენი ეთერის საშუალებით აგვიხსნათ ეს. მე შემიძლია ვისაუბრო ძალა ერთობაშიას ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. ეს პოზიცია მკაფიოდ გააჟღერა იმ დღეს საპრეზიდენტო კანდიდატმა და ის, რაც მან გააჟღერა, შეთანხმებული იყო პოლიტსაბჭოსთან. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის განცხადებებს, მე მგონი სიამოვნებით დაგთანხმდებათ თქვენ ინტერვიუზე და შეგიძლიათ მასთან დააზუსტოთ ეს ყველაფერი. გასაგებია, მას თქვენ ერთ-ერთ რიგითად აღიქვამთ ამ გუნდში, იცის ეს სააკაშვილმა?
ბატონი სააკაშვილი ძლიერი ფიგურაა, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაში, რა თქმა უნდა, და მისი პოზიცია მნიშვნელოვნად განაპირობებს პარტიულ პოზიციასაც, თუმცა არა აბსოლუტურად, მინდა ესეც გითხრათ, თუმცა მე არ მინდა ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიულ საქმეებში ჩავერიო. და როგორ მიიღებენ ისინი შიგნით ამ რა მექანიზმით ამ გადაწყვეტილებებს, უმჯობესია თვითონ გიპასუხონ. მე შემიძლია გესაუბროთ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით და რა პროცედურით და მექანიზმით იღებს ეს პოლიტიკური გაერთიანება თავის გადაწყვეტილებებს, მე მგონი გასაგებად მოგახსენებთ. გასაგებია. ბატონ ნიკოლოზ, მოკეთ ელოდებით კვირას შეკრებას, აქციას და რა იქნება შემდეგ თუ ამ გეგმებზეც ფიქრობთ, რომ ერთობლივი განცხადება უნდა გაკეთდეს? ჩვენ, ესე იგი, მიმდინარე და მომდევნო პოლიტიკურ გეგმებს ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგებინებთ საზოგადოებას. ფაქტი ერთია, რომ უზარმაზარი უკმაყოფილება და პროტესტის განცდა რეალურად არსებობს ჩვენ საზოგადოებაში. ეს ძალიან მკვეთრად და ნათლად იგრძნობა არჩევნების, ასე ვთქვათ, შედეგის გამოცხადების შემდეგვე უამრავი, ასე ვთქვათ, გამოძახილი მოდის. ამიტომ ცხადია, ხალხს უნდა მიეცეს ამ თავის გრძნობების გამოხატვის საშუალება, რაც ხდება კვირას. ეს ბუნებრივია, გახდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ინსტრუმენტი შემდგომი მსვლელობისთვის წინ უფრო მეტი დემოკრატიისკენ და ნორმალური ხელისუფლებისკენ. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენ საბოლოო მიზანს. ჩვენი საბოლოო მიზანი არის არსებული პოლიტიკურად აბსოლუტურად გაკოტრებული ხელისუფლების რაც შეიძლება მალე შეცვლა ნორმალური, კომპეტენტური, პატრიოტული ხელისუფლებით. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ის თუ როგორ და რა გზებით მოხდება ეს, ჩვენ ფართო საზოგადოებასთან ურთიერთქმედებაში და კონსულტაციების რეჟიმში გადავწყვეტ, მაგრამ ბუნებრივია ის, რომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს მართლა მასობრივი და მკვეთრი პროტესტის ფონზე, ამას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ. ეს ის რეალობაა, რომელიც არსებობს ქვეყანაში სამწუხაროდ. კი ბატონო, დავალოდებით კვირის პროტესტს და მის